კომპანიის ძირითადი მიზანი მზის პანელების წარმოება საქართველოში, რომელიც პრაქტიკულად ქარხანა როგორც ასე მზად იქნება აპრილში. დასაქმება ასე ვთქვათ, უშუალოდ ფაბრიკაზე დასაქმებელი 1000 ადამიანი აქედან 700 გოგონა არის, 300 მამაკაცი. არა, პროფესიული მოთხოვნა, რომელიც ნებისმიერი პროფესიისა ჩვენთან მისაღები, აქედან გამომდინარე, უცხოელები მოამზადებენ ორთვიან ტრენინგით და ორთვიან ტრენინგში გავლილი ადამიანი გადავა საამქროში, რომელიც პრაქტიკულად ზის პანელი უნდა დაავზოდნენ. ანაზღაურება რამდენია? ხო, ძალიან ისეთი კითხვა არის. მინიმალური ხელფასი არის $700 და პრემიალური პრემია არის $2500. მინიმალურია ხელფასი, ასე ზარდი არის ხელფასი, აქედან გამომდინარე, ვინ რა სპეციალობას აითვის ამ თვის განმავლობაში და ვინ რა სპეციალობით განაწილდება ქარხანაში. ხალხშეკრულებას გავუფორმებთ, აქედან გამომდინარე, დაინტერესებთ ალბათ ნახოთ, ძალიან ბევრი წელია. 25 წლია? 25 წლიან კონტრაქტს. კი ბატონო. თითოეული ადამიანის მომზადება, ვინც ტრენინგს გაიგებს, კომპანიას უჯდება €30000. იხსნება რაღაც ქარხანა, რომელიც გავივლით ტრენინგ, შევისწავლით კურსებს და დავიწყებთ მუშაობას აპრილიდან. გვაძლევენ სერტიფიკატს.